1993 წელს საბჭოთა საქართველომ დიდი ზარზეიმით აღნიშნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლის თავი. ზოგადად საბჭოეთში უყვარდათ თარიღები, გამოგონილი თარიღები, მათ შორის, რა თქმა უნდა, სახეცვლილი თარიღები, იმიტომ რომ ეს სჭირდებოდა საბჭოთა მეხსიერების ჩამოყალიბებისთვის, იდენტობისთვის თარიღებს დღესასწაულებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს კარგად იცოდა საბჭოთა ხელისუფლებამ. გეორგიევსკის ტრაქტატს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, იმიტომ რომ ამით ხაზს უსვამდნენ რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეგობრობას, იმას რომ რუსეთმა როგორ გადაარჩინა საქართველო, რომ არა რუსეთი ჩვენ არ ვიქნებოდით და ასე შემდეგ. მაგრამ ყველას ავიწყდება დღეს სამწუხაროდ ის საბჭოთა საქართველო იყო, მაგრამ დღეს დამოუკიდებელ საქართველოში სამწუხაროდ ავიწყდება ხელისუფლებას, რომ რუსეთი ეს არის ერთმორწმუნე მტერი, რომელმაც ჩვენ სახელმწიფოებრიობა წაგვართვა, ჩვენს ეკლესიას ავტოკეფალია წაართვა, ჩვენი ისტორია მოიპარა, გადაწერა, შექმნა არასწორი ნარატივები, შექმნა არასწორი გმირები, რომელიც ეწინააღმდეგება ქართულ ეროვნულ იდენტობას და ხატებად დასახა და ძალიან რთულია დღეს ამ ხატების მსხრევა. რატომ გააქტიურდა დღეს გეორგიევსკის ტრაქტატზე საუბარი, რა სურს ხელისუფლებას? არსებითი არის არა ის სწორი იყო თუ არა ეს 2 საუკუნენახევრის წინ დადებული ხელშეკრულება, რომელიც ადრეც არსებობდა მსგავსი, მთლად არა, მაგრამ ხელშეკრულება, ეგრეთ წოდებული ფიცი წიგნისა, რომელიც ალექსანდრე მეორე კახთა მეფესა და მოსკოვის მთავარს თეოდოს შორის დაიდო, რითაც მფარველობდა მოსკოვის მთავარი, კახეთს უნდა დაიცვა ისინი ლეკიანობისთვის, ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ესეც არასოდეს არ შეუსრულებია, როგორც სხვა თავის დადებული ხელშეკრულებები. საქართველოსთან მიმართებაში სხვასთან რო არ წავიდეთ, გეორგიევსკის ტრაქტატიც თვითონ დაარღვია და 1920 წლის მაისის ხელშეკრულებას, 93 წლის სოჭის ხელშეკრულებას და ასე შემდეგ. იმიტომ რომ რუსეთი არის მოძალადე, რუსეთი არის ოკუპანტი, რომლისთვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა მიუღებელია, რომლისთვისაც ქართული საზოგადოების არსებობა, აქ იგულისხმება ქართული იდენტობის არსებობა მიუღებელია. დღეს ხელისუფლება გეორგიევსკის ტრაქტატზე გააქტიურებით, ამ საკითხზე საუბრის გააქტიურებით ცდილობს თავისი მომავალი ქმედების ლეგიტიმაციას. ეს ერთგვარი ტრიუკია, დემაგოგიის ერთ-ერთი წარმატებული ფორმა, როდესაც ის შემოაგდებენ ისინი რაღაც გარკვეულ საკითხს, რომელიც არაარსებითია, არაარსებითზე მსჯელობენ და არსებითი უკან რჩება. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გუმართებს იმასთან დაკავშირებით, რას გვიპირებს ეს ხელისუფლება, რომ ისევ რუსულ ორბიტაზე მყარად არ ჩაგვეჭედონ. ეს არის მნიშვნელოვანი გეორგიევსკის ტრაქტატზე საუბარი, რომ განაახლეს და არა სხვა საკითხები.